ქვიერები ისლამისთვის ალას ხვდებიან. დიახ. ეს ჩემი სიტყვები არ არის. ეს წინამძღვრში ისლამისტების რწმენაა. ისინი იქ არიან და დასცინიან და აცხვენებენ ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ქვიერობა კარგია. დიახ, ჩვენ საუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც იბრძვიან ისლამური უფლებებისთვის, ანუ ასე ვთქვათ, სასარგებლო იდიოტებზე. და მეგობრებო, ეს ცოტა სევდიანია, მაგრამ ამ ეტაპზე ეს კონტენტი ჩემთვის სრულიად გასართობია. ვფიქრობ, თქვენთვისაც ასე იქნება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება The Pushback-ში, მე ვარ თქვენი მეირაკო. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს, მოიწონეთ ეს ვიდეო და გააკეთეთ ყველაფერი საჭირო, რადგან ჩვენ უპირისპირდებით. საკმარისია ეს სიგიჟე. ზუსტად იცით, რაზე ვსაუბრობ. მოდით ვნახოთ. ეს არის Comic Con-ი. იმედი მაქვს დადაცინებთ. როგორც ჩანს, ბანაკში პრობლემებია. როგორც ჩანს, ორივე მხარე ერთმანეთი ძალიან უკმაყოფილოა. რომელ ორ მხარეზე ვსაუბრობ? საუბრობ ისლამურ მხარეზე და LGBTQ+ მხარეზე. მათ შორის გარკვეული განხეთქილება მოხდა, ასე რომ შესაძლოა გინახავთ. განხეთქილება? არა. ვერ წარმომიდგენია რატო, მაგრამ ისინი ხო ესეთი მოსალოდნელი მოკავშირეები არიან. ამ ქვეყანაში უცნაური ალიანსი ყალიბდება. დამოუკიდებელი ისლამური პოლიტიკოსები და ისლამური ორგანიზაციები, მაგალითად მუსლიმთა ხმა, ალიანსში შევიდნენ მწვანე პარტიასთან და რადიკალურ მემარცხენეებთან. ხშირად თუ დააკვირდებით აქციებსა და პროტესტებს ამ ქვეყანაში, ხშირად ნახავთ პლაკატებს, სადაც წერია ქვიერები პალესტინისთვის, გეები პალესტინისთვის, LGBT და ისლამი და ასე შემდეგ. და ჩვენ, ვინც არცერთ ამ ჯგუფს არ ვეკუთვნით, ხშირად ვიფიქრეთ, ნეტავის როგორ მუშაობს. რა ხდება იქ? ამას აზრი არ აქვს. ეხლა ჩანს, რომ ეს ცოტა იშლება კიდეებზე. არსებობს ჯგუფი, რომელსაც ეწოდება Five Pillars Group, ისლამის ხუთი სვეტი. ისინი გავს ლობისტურ ორგანიზაციას, მედია გამოცემას, ორგანიზაციულ ჯგუფს ისლამის შიგნით ამ ქვეყანაში. და მათ გამოაქვეყნეს დოკუმენტი, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ LGBT პრაიდის კვირას, პრაიდის თვეს დიდ ბრიტანეთში. როგორ გაუმკლავდნენ LGBT კვირას? არა, ეს ასე არ არის. ასე არ ქვია. როგორც იყოს. პრაიდის თვე დიდ ბრიტანეთში, რადგან ეს მათთვის ძალიან შეურაცხყოფელია, ხომ ასეა? და მაინც, ეს ადამიანები ისევ აქ არიან. მოდით ვილაპარაკოთ აშკარა პრობლემაზე. LGBT ადამიანების მიმართ მოპყრობა ისლამურ ქვეყნებში. ეს თემა ხშირად გვერდსულიან, რათა აშეურაცხონ კულტურული სენსიტიურობა. მაგრამ თუ გულწრფელი საუბარი გსურთ, ეს საკითხი უნდა იყოს განხილვაში. ბევრ ისლამურ ქვეყანაში ჰომოსექსუალობა ცოდვად და დანაშაულად ითვლება. კანონები შარიათის ინტერპრეტაციებზეა დაფუძნებული და სასჯელები შეიძლება ძალიან მკაცრი იყოს. ესეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირანი, საუდის არაბეთი და იემენი, ერთსქესიანი სქესობრივი აქტები სიკვდილით ისჯება. სინამდვილეში შეხებეთ ამ რუკას, სადაც LGBT ადამიანებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. ეხლა დააკვირდით. გულისხმობ ეს ძალიან ბევრი ქვეყანაა. რაც მათ საერთო აქვთ, სხვა ქვეყნებში, მაგალითად ეგვიპტესა და მალაიზიაში, LGBT პირებს ემუქრებათ პატიმრობა, ჯარიმები და საჯარო გაშოlt. ხალხს რეგულარულად აკავებენ, ასამართლებენ და სჯიან. შიში ძალიან რეალურია და შედეგები მძიმე. ხედავ, მე სასაცილოდ არ მეჩვენება. ეს უფრო საცოდავად და სევდიანად მიმაჩნია, რადგან პირდაპირ LGBT ჯგუფი კი არა, ისლამისტური ჯგუფი სახელად Five Pillars აკეთებს განცხადებებს, სადაც გიხსნით, როგორ გადაურჩეთ პრაიდის თვეს. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ისლამისტურია და იქ ისლამისტებს სიკვდილით სჯიან, ხო ესეა? და შემდეგ ესეთი ნამდვილი იდიოტები აქვახნობენ მსგავს კონტენტს. ასე რომ, უყურებ ამ ვიდეოს და ფიქრობ, ხო. რა, უბრალოდ მოусმინე რას ამბობენ. არ მოусმინო იმ ხალხს, ვინც მოახერხა და გაავრცელა რაღაც უცნაური პროპაგანდისტული ვიდეო და ამბობს. ხო, მე შემიძლია ვიყო გეი, მოვიხსნა თავსაფარი და შევიდე მეჩეთში. ყველამ ვიცით, რომ ეს სიმართლე არ არის. ეხლა მათთვის, ვინც არ იცით, ვინ არის სადიკ ქანი, ის ლონდონის მერი არის და ის ისლამისტია, კარგი? მოусმინეთ რას ამბობს ეს ქალი ამაზე, რადგან ცხადია, როგორც ლონდონის მერს, მას უწევს ამ ქვიარ დღის წესრიგის გატარება პრაიდის თვეში. მაგრამ უბრალოდ მოусმინეთ რას ამბობს. სიდიქ ქანი, შენ მაოცებ. როგორ შეიძლება რამდენიმე დღის წინ იდგე არაფათის ველზე წლის საუკეთესო დღეს? როცა ალლაჰი ჩამოვიდა ყველაზე დაბალ ცაზე, რომ მოესმინა ჰაჯის დუები, რომლის ნაწილიც შენ იყავი, სადაც დარწმუნებული ვარ ალლაჰს მის პატიებას თხოვდი. დარწმუნებული ვარ მადლიერება გამოუხატე ალლაჰს და დარწმუნებული ვარ მისგან გზის ჩვენებაც თხოვე. და შემდეგ, სულ რამდენიმე დღის შემდეგ ლონდონის ქუჩებში ასობით და ათასობით ადამიანის შეკრებას მოუწოდებდი LGBTQ-ს აღსანიშნავად, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ისლამს. რა შეიძლება იყოს ისეთი, რომ ასე მოგეძალა ამის გაკეთება? ზუსტად გეტყვი რა გაძალებს ამას. ფაქტი, რომ ეს პოლიტიკური მოძრაობაა, ქვიარები ისლამისთვის, სრული აბსურდია.
ყველა მიცის ეს, მაგრამ რა ხდება? მემარცხენეები დააჯერეს ისლამისტებმა, რომლებსაც სჭირდებათ მათი ხმები? სიურპრიზი. ეს პოლიტიკოსი, რომელიც იქ დგას და სინამდვილეში არ აინტერესებს თავისი რელიგია, ან იმდენად აინტერესებს, რომ გადაწყვიტოს, იცი რა? მოდით მოვიტყუოთ თითქოს მართლაც გვიყვარს ქვიარები, უბრალოდ იმისთვის, რომ ისევ ჩვენ აგვირჩიონ და ძალაუფლება შევინარჩუნოთ, რომ შემდეგ ამ ისლამისტურ ქვეყნებს დავეუფლოთ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს სტრატეგია აშკარად ნათელია, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სადიქხანი ქვიარები პალესტინისთვის თემას აწვება, ან რაც არ უნდა იყოს, არის სწორედ ასეთი მომენტები, როგორიცაა გეი პრაიდის თვე. ის ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ უნდა დააგმაყოფილოს თავისი მემარცხენე ამომრჩევლები, ხომ ასეა, რომლებმაც ამ სისულელეში ირწმუნეს. თითქოს ისლამისტები მათ მხარეს არიან, მაგრამ მერე თავად ისლამისტები ეკითხებიან, რას აკეთებთ ხალხო? ეს აშკარად ყოილია და თითქოს გინდა უთხრა, ქალო, არ გისწავლია შენი ქვეყნის, არა, შენი რელიგიის манипуляციური თამაშები. არ იცი რომ ეს მათი სტილია. ისინი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს მემარცხენეების საუკეთესო მეგობრები არიან, რომ შემდეგ ყველაფერი ჩაიგდონ ხელში. ანუ ეს თქვენ სტრატეგიაში პირდაპირ წერია, რატომ გიკვირს, რომ სადიქხანი აკეთებს იმ პატარა სტრატეგიას, რაც თქვენ თვითონ გაქვთ ჩამოწერილი. იცი მე მგონია რომ ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა რომ მიიღონ ისინი. ხო. არა, შენ არასდროს მიგიღებენ სანამ ფავს მუსლიმად აცხადებ და ყავისფერი კანი გაქვს, ყოველთვის იქნება რაღაც წინააღმდეგობა შენს მიმართ. ის პირდაპირ ამბობს, სადიქხანი. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებაში მყოფი ისლამისტი ხარ, მაგრამ ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის, სანამ რადიკალი არ იქნები. ჩვენ კი რადიკალები ვართ. სინამდვილეში არავინ გიღებს, არავინ ოდესმე მიგიღებს. და ყავს ასეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, გთხოვთ ყველას მოუწონდე, ყველა მატყუარას მოუწონდე, თქვენს და თქვენს და თქვენს. უბრალოდ ამირჩიეთ ხელისუფლებაში. იმიტომ რომ გვპირდებით ძალიან არაკეთილსინდისიერი ვარ. და დღის ბოლოს ყველა ზის და ამბობს. ჩვენ გხედავთ, ვიცით ვინ ხარ სინამდვილეში. მიუხედავად იმისა, რომელი ისლამის პრინციპებს თმობამ პროცესში. და გულწრფელად რომ თქვა, ჩვენთვის, დანარჩენებისთვის ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შენნაირები საჯარო ადგილებში ისე იქცევით, თითქოს ისლამისთვის სრულიად საწინააღმდეგო ღირებულებები ჩვენთვის მისაღებია, ეს კი ადამიანებს აბნევს, რა არის ის, რასაც მუსლიმები იტანენ და რას არა. იცი ეს რას ამბობს? ყველაფერზე მეტად, იმ ფაქტის გარდა რომ აშკარად სულელია. ეს აჩვენებს, რამდენად თავდაჯერებულები გახდნენ, რადგან ადრე ძალიან ჩუმად იყვნენ თავიანთ სტრატეგიაზე. ისინი იყვნენ ასე. ხო, უბრალოდ ვითამაშოთ, ვითომ გვიყვარს ქვიარები, ვითომ. ეხლა უკვე შემდეგ ეტაპზე არიან, სადაც ამბობენ, არა, არც კი ითამაშოთ, რომ ისინი სასარგებლო იდიოტები არიან, არც კი ითამაშოთ. ჩვენ აღარ გვჭირდება თავის მოჩვენება. აქ ვართ, დომინირებთ, ყველაფერს ვიღებთ ხელში, ასე რა, მოდი აღარ გავაკეთოთ ეს ყველაფერი. და ეს ცოტა შემაშფოთებელია, მეგობრებო, ცოტა შემაშფოთებელია ეხლა. მერი ვნახეთ tweet-ები, მგონი 5 Pillars-ისგან, სადაც საუბრობდნენ ლონდონის მერზე, სადიქ ხანზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ჰაჯიდან და tweet-ი დაწერა. თითქმის მაშინვე როგორც კი ჩამოფრინდა, დაბრუნდა ლონდონში იმ პრაიდის თვეში და თქვა, რომ ლონდონი LGBT თემს უჭერს მხარს. მგონი ასევე გამოხატა მხარდაჭერა ალკოჰოლის მოხმარების მიმართაც. იმავე დღეს ის ალკოჰოლის კომპანიებს უწევდა რეკლამას. ფაქტობრივად. ბევრი მუსლიმი იფიქრებდა, რომ პოლიტიკოსი სინამდვილეში არ არის თქვენს მხარეს. უბრალოდ იყენებს თქვენ ძალაუფლებაში მოსასვლელად. ვის მოუვიდოდა აზრად ეს? სამწუხაროდ არა აუცილებლად მორწმუნე მუსლიმები, უფრო ალბათ სეკულარული მემარცხენე მუსლიმები. მაკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, ნახე ის ქაბულის მერი არ არის, ლონდონის მერია და ეხა ყველა თემისთვის უნდა იყოს მერი. იცით, სინამდვილეში ამაში გეთანხმებით იმ აზრით, რომ თუ ლონდონის მერად აგირჩიეს, ყველა თემისთვის უნდა იყო მერი. და სწორედ ამიტომ პრინციპულად ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, რომ მუსლიმები, მორწმუნე მუსლიმები ამ ქვეყანაში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობდნენ. იმიტომ რომ არ მჯერა რომ ეს შეესაბამება თქვენს იმანს. ის ალბათ ყველაზე ცნობილი მუსლიმია ამ ქვეყანაში, კარგი, ყველაზე დიდი გავლენით, ხო, გესმით? მას აქვს გავლენა ლონდონში მცხოვრები 10 მილიონი მუსლიმის ცხოვრებაზე. და ვფიქრობ, რომ ის ამახინჯებს ისლამს, რადგან ბევრი არამუსლიმი უყურებს იმას, რასაც ის აკეთებს. ერთი წუთით ჰაჯი, მეორე წუთით LGBT. და მათთან ვერასდროს გამოხვალ მართალი. უბრალოდ ვერასდროს გამოხვალ მართალი. თუ რადიკალი ისლამისტი არ ხარ, მათთან ვერასდროს გამოხვალ მართალი. ისინი იფიქრებენ, რომ ეს ნორმალურია, რომ ეს ისლამში ნებადართულია. და ბევრი არამუსლიმით, რომელსაც საკუთარი რელიგიის შესახებ განსაკუთრებული ცოდნა არ აქვს, ასევე იფიქრებს ასე. ამიტომ ის ხალხს შეცდომაში შეხავს იმის შესახებ, თუ რა არის ისლამი. აი, კარგი ამბავი. მე შეცდომაში არ შეგიყვანთ იმის შესახებ, თუ რა არის ისლამი. ზუსტად შეგახსენებთ რა არის ის. მაგრამ პატარა გაფრთხილება. ეს ვიდეო შეიძლება არასასიამოვნო იყოს. თუ არ გსურთ ნახოთ, როგორ ესხმიან თავს ადამიანებს მათი, არ ვიცი, სექსუალური შეხედულებების გამო, მაშინ ეს ვიდეო თქვენთვის არ არის. შეგიძლიათ უბრალოდ გადაახვიოთ. ყველაფერი წაიღეთ. სინამდვილეში, აი რას ნიშნავს ქვიარები ისლამისთვის? როცა ამბობენ, რომ ქვიარები ისლამისთვის მიდიან ალაჰთან, ისინი არ გულისხმობენ, რომ იცით 60-ში მიდიან. არამედ იმას, რომ ჯოჯოხეთში მიდიან.
ისინი უბრალოდ ავიწყდებათ ეს პატარა დეტალი ახსენონ. მაროკოელი გეი მამაკაცი მემონ კანდანი 30 წლის სასტიკად სცემეს რაბატში, მას შემდეგ რაც საჯაროდ ერთსქესიან პარტნიორთან ხელჩაკიდებული ნახეს. ერთსქესიან პირებს შორის თანხმობითი ურთიერთობები მაროკოში არალეგალურია და მკაცრად ისჯება. პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ კაცს იღებენ ვიდეოზე, როგორ ესხმიან თავს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, უბრალოდ არ შეგიძლია იყო კვიერი. ისლამისთვის ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს, არ არის. ისინი არ სწამთ ამას. ასე რომ რატომ გჯერათ თქვენ ამის? მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე და უბრალოდ შეგახსენებთ, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. და ღმერთი დიდია და ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.